გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. ეხლა შეხვედრიდან გამოვედი და გადავწყვიტე, რომ მოგიყვეთ რა ხდება და როგორ ხდება. ყველას მოგესალმებით. ძალიან კარგი გასვლა ქონდა მარნეულში, ფოტოებს ნახავდით, კლიპსაც ნახავდით. სინდისის პატიმრების დედებთან ერთად სოლიდარობა მათ, სოლიდარობა და მადლობა მათ შვილებს ბრძოლისთვის, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. დღევანდელი შეხვედრა იყო ჩვენს უცხოელ მეგობრებთან. ეს არის ევროსაბჭოს დელეგაცია, ევროპის საბჭოს დელეგაცია. არ შეგვეშალოს ევროკავშირში, ვიცი რომ ეს ტერმინები ერთად იცვლება იქით-აქეთ. ევროკავშირში 27 ქვეყანაა, ეს არის ყველაზე მდიდარი ქვეყნების გაერთიანება, სადაც კანდიდატები ვართ, მაგრამ წევრები არა ვართ. ევროსაბჭო არის, სადაც ვართ წევრები აქამდე, მაგრამ იმდენად რთული მდგომარეობა გვაქვს, რომ ღმერთმა იცის როდემდე გაგრძელდება ეს ჩვენი წევრობა. რუსეთს და ბელორუსს შეჩერებული აქვს წევრობა შექმნილი ვითარების გამო. ჩვენ საქართველოს პარლამენტს აქვს შეჩერებული და არა დემოკრატიული და არ არის აღიარებული. მე ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს მე მიმაჩნია სულხან საბას გზად. რასაც ვაკეთებ, ეს არის სულხან საბას გზა. ესე იგი, მაშინ, როდესაც ჩვენ ქვეყანას ჭირდებოდა, ეს ადამიანი ადგა და მართლა ფეხით მოიარა ევროპა იმისთვის, რომ საქართველოსთვის გეოპოლიტიკური მხარდაჭერა ეთხოვა. ხო ეს გააკეთა. დღეს მე იგივეს ვაკეთებ, ქვეყნის შიგნით იქნება ეს, თუ ქვეყნის გარეთ. როდესაც ვხვდები ასეთ დელეგაციას, ჩემი ამოცანა ზუსტად ის არის, რაც გააკეთა სულხან საბამ თავის დროზე. ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა. როდესაც მე მქონდა კამპანია მთელი თვეები დაიცავი უვიზო მიმოსვლა, მისი არსი ეგ იყო, რომ არ შეიძლება დაისაჯოთ თქვენ და საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხი. იმისთვის, რომ ვიღაცამ გაიტაცა ხელისუფლება და ბავშვებს ფაფის ფული მოპარა ბაღებში. არ დაგვავიწყდეს. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ბავშვის ბაღებს ფაფის პულს პარავდა. 9 მილიონ ლარს რო ეძებენ, ეხლა ლუპით რო ეძებენ. გამოძიება რო ბჭყალებში მიმდინარეობს, ძარქუას ოჯახი რო არის დაკავშირებული მასთან. ეს რა არის? ეს არის ბაღის და სკოლის ბუფეტის ფული არის მოპარული ხალხო. ხო და მე როდესაც დავდივარ უცხოეთში, ან როდესაც საქართველოში ხვდები ჩვენს მეგობრებს, ზუსტად იგივე საქმეა, რა საქმესაც აკეთებდა სულხან საბა ურბელიანი და აუცილებელი საქმეა. ზუსტად იგივეს ვაკეთებდი სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ეს არავის არ დაავიწყდეს. იმ ხალხს არ დაავიწყდეს, რომელიც გაშლილ სუფრაზე მოვიდა საქეიფოდ, ქართულ ოცნებაში. და ერთი წამი არ გაოფლილა, მიტინგზე ერთი არ ურბენია, რომელიმე მიტინგზე სადმე, ზუგდიდში თუ იმაში, ტყიბულში თუ გორში თუ თბილისში. და მაშინ მე ვიყავი ასევე ზუსტად ფეხით, აქა-იქ კარებს ვაკაკუნებდი და ვამბობდი ხალხო, ხალხს გვიშველეთ. ეს არის სულხან საბას გზა. ახლა, ვისაც ეს არ ესმის და არ უნდა რომ გაიგოს, არ ესმის საქართველოს ისტორია და არ ესმის საქართველოს კულტურა. ადგეს და ცოტა იმეცადინოს. წავიდეს, წაიკითხოს საქართველოს ისტორიის პროგრამა, სასკოლო პროგრამაში შედის ეს ყველაფერი, ცოტა კარგ მასწავლებელთან იაროს და გაერკვეს რა არის სულხან საბას გზა და რა არის მართლა სერგო ორჯონიკიძის გზა. წასვლა მოსკოვში და იქიდან არმიის ჩამოყვანა. ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზა. და მე ვაკეთებ ჩემი შესაძლებლობით სულხან საბას საქმეს. თუ ჩვენ უვიზო მიმოსვლა დაგვრჩება ევროპასთან, ხო დაგვრჩება უვიზო მიმოსვლა, ეს სწორედ ჩემი დამსახურებაა და იმ ხალხის დამსახურება, რომელიც ასე იქცევა. მარტო მე არა ვარ, რა თქმა უნდა, ამ საქმეში. კიდევ კარგი და ღმერთს მადლობა, რომ ბევრნი ვართ. ამიტომ ბევრი რამე მაქვს კიდე სასაუბრო, მაგრამ დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ამაზე მინდოდა ჩამეყენებინეთ საქმის კურსში. მაგრად იყავით.